კომიტეტების ჩართულობა. საზოგადოების ჯანსაღ წევრად სააგენტო სოციალ-მუშაკი. ეს შეხვედრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ხორციელდება 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოც არის მიერთებული ამ კამპანიას. კამპანია ძირითადად გულისხმობს გენდერულ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. ამ პროცესში არიან ჩართული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე სამთავრობო ორგანიზაციებიც ხშირ შემთხვევაში. კამპანია გულისხმობს, როგორც აღნიშნე, გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, იმიტომ რომ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, საკმაოდ პრობლემატური საკითხია ქალების მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით და ოჯახში ძალადობის სახე ერთ-ერთი ფორმა გენდერული ძალადობის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკვლევი საქართველოში. დღევანდელი დღეც სწორედ ამ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება, ანუ დისკუსიის სახე აქვს. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას, რომელზეც ალბათ ყველას ჩვენთვის არის ძალიან ნაცნობი. ბუნებრივია თემები ეხება ქალთა მიმართ ძალადობას და გენდერულ ძალადობას. მე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი ვსაუბრობდი იმ გამოცდილებაზე, რომელიც გააჩნია აპარატს, რაზეც უმუშავია, ეს არის ოჯახში ძალადობის თემატიკა და ამ საკითხში რა განსაკუთრებით პრობლემატური ნაწილები შეიძლება გამოიყოს. ეხლა მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, ზოგადად ძალადობა ქალის მიმართ როგორი ფენომენია, როგორ უნდა ებრძოლოს ამას სახელმწიფომ. ჩატარდა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ტრენინგი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე მე ამ ტრენინგიდან. სურვილი მექნებოდა იმის, რომ უფრო მეტჯერ ჩატარებული იყოს მარნეულში ესეთი რამ, რადგან უფრო ინფორმირებული იქნება მოსახლეობა.